საქართველოს ეკონომიკურად ვითარდება, ხალხი მდიდრდება. ანუ ამაზე ისეთი პასუხი მინდა რომ გავცერო. კი, ქვეყანაში ფული შემოდის. და ქვეყანაში ფული შემოდის საიდან? ოღონდ აი ეს შეკითხვა უნდა დაისვას. ჩვენ გვახსოვს უცხოური გავლენის აგენტების კანონის მიღების პარალელურად ჩუმად გაცურებული და მიღებული ოფშორების კანონი, რომელთაც ფაქტობრივად ერთ დიდ ოფშორად აქცია ეს მთლიანი ქვეყანა ქართული ოცნების წარმომადგენლებმა და ანუ ბიძინა ივანიშვილმა და ფული შემოდის საიდან? ამ ქალაქში ვცხოვრობთ, ყველაფერზე თავი დავანებოთ და ეს კოლ-ცენტრების საქმე, რომელსაც BBC-მ სოფლიოს ერთ-ერთმა წამყვანმა მედიამ მიუძღვა 9 საათიანი გამოძიება. შემდეგ უარყო თუ არ უარყო, ეს ალკე საკითხია, თუმცა მეორე მხრივ ისიც ვიცით, რომ ეს ხდებოდა თბილისში და ხდება დღემდე. ანუ რა მასშტაბის ძარცვაზე გვაქვს საუბარი, ხო? ანუ მარტივად რო ავხსნათ, აქ იყო რაც კოლ-ცენტრები, საიდანაც ირეკებოდა მთელი სოფლიოს მასშტაბით და პენსიაზე გასულ ადამიანებს სხვადასხვა აქციებში, მოგონილ აქციებში და სხვადასხვა პროდუქტებში ფულის დაბანდების თავაზობდნენ და შემდეგ ამ ტრანზაქციის შემდეგ ეს თანხა გადმოქონდათ სადღაც საქართველოში, მაგალითად ან სადმე საერთაშორისო ანგარიშზე. ეს ხდებოდა ძალიან ბევრი ადამიანის მოტყუება და იმ ხელა რიცხვებზე გავიდა მაგალითად გერმანიას სპეციალური დიპლომატიური კორპუსი, სპეციალური დიპლომატიური წარმომადგენლობა ყავდა გამოგზავნილი ამ პრობლემასთან დაკავშირებით 2 წლის წინ, ხო? და ანუ ვინმე შევეხა ცდილობს რომ დაგვაჯეროს, რომ კეზერაშვილი პირდაპირ თქვა ამ ყველაფერს ისე აკეთებდა საქართველოში და ისე აკეთებდა თბილისში, რომ ეს არ იყო შეთანხმებული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან თუ სხვადასხვა ძალოვან სტრუქტურებთან. ისიც ჩვენიურად ვიცით პარალელურად, რომ მთლიანი ეს ბიზნესი განაწილებულია ორ ნაწილად, რომელსაც ეგრეთ წოდებული ერთი მხარის კრიშაც და მეორე მხარის კრიშაც არის სუსი, ოღონდ ერთ მხარეს აკონტროლებს და ეგრეთ წოდებული ლიდები, ანუ ის ნომრები, სადაც უნდა დაირეკოს, მოაქვს ერთ მხარეს და მეორე მხარეს მოაქვს მეორე მხარეს. ეს არის ის საიდანაც ეს ფული შემოდის და შემდეგ ეს ჩამოჟონვის ეკონომიკის პრინციპი, ხო, რომელიც არსებობს მთელ მსოფლიოში, რომ თუ ვიღაცა ადამიანები გამდიდრდებიან ქვეყანაში, სისტემურად და ვერტიკალურად ეს ერთ დღეს ჩამოიჟონება და ჩამოაღწევს ყველა ფენამდე ადამიანების, რა ვიცი, გავიდეთ შეგვიძლია ვთქვა გარეუბნებში, ხო? ერთი მნიშვნელოვანი საკითხია საქართველოს ვაკე და ვერა არ არის. ანუ რეგიონებში მაგალითად ადამიანები დგანან ისეთი პრობლემის წინაშე, როგორც არის არაკვება მაგალითად რეგიონში კიდე უფრო მარტივია, რომ რაღაც ელემენტარული საკვები, არასრულყოფილი საკვები ყოველდღურად მოიპოვო. დგანან ისეთი პრობლემის წინაშე, რომ აი ფიზიკურად ფული არ გააჩნიათ. ფული არ გააჩნიათ იმისთვის, რომ სასკოლო წლის დაწყების წინ ელემენტარულად ჩანთა უყიდონ თავიანთ შვილს თუ რაღაც ელემენტარული სიკეთეები და პირობები მოიწყონ, ხო? ანუ მარტივად და კარგად ჩანს ყველაფერი და ლამაზ ფერებში ჩანს, რაც მართლა არამაში ურბანულ ფაშებში არ გადამივიდეს ცენტრალურ უბნებში თბილისის თუ რა სიტუაცია, მაგრამ შეგვიძლია გავიდეთ გარეუბნებში თუ როგორ ყოფაში უწევთ ცხოვრება ადამიანებს ყოველდღიურად, როდის იყვნენ ბოლოს სახელმწიფო პარტიის წარმომადგენლები, მაგალითად ვარკეთილში, მაგალითად მეურნეობის დასახლებაში, მაგალითად სხვადასხვა გარეუბნებში, სადაც არის კომუნალური დასახლებები, სადაც ადამიანები რაღაც საშინელ და შეურაცხყოფელ პირობებში ცხოვრობენ და შემდეგ რაც უტიფრად გამოდიან და გვესაუბრებიან ეკონომიკის გადადუღებაზე და ეკონომიკურ განვითარებაზე, ხო? ადკატებით, კოლ-ცენტრებით, რაღაცა კორუფციული გარიგებებით ქვეყანაში ფული შემოდის, მაგრამ დიდრდება რამდენიმე ათეული ოჯახი. დიდრდება ისე, რომ ეგრეთ წოდებული ჩამოჟონვის ეკონომიკა ისედაც არ მუშაობს პრაქტიკაში და მით უმეტეს არ მუშაობს საქართველოში და ამას ვხედავთ ყოველდღიურად ის ადამიანები, ვისაც შეხება არ დაგვიკარგავს საზოგადოების სხვადასხვა ფენასთან. ამ ადამიანებმა რაღაც აიშენეს კედელი და ფიქრობენ, რომ ამ კედელის იქით რა ხდება, საერთოდ არ ეხებათ მათ, იმიტომ რომ აქეთ ისინი და თავიანთი გარემოცვა კარგად ცხოვრობენ. ეგრე ყოველთვის დაინახავ, რომ ქვეყანა ვითარდება რა, მაგრამ ეს შემხებულობა როგორც გეკარგება საზოგადოებასთან, გეკარგება აღქმაც. ეს რომ სასაცილოა იმაზე საუბარი, რომ ქვეყანა თქვათ ეკონომიკურად ვითარდება.
რა ფული შემოდის საქართველოში, ეგეც საინტერესო თემა არის. ჩვენ ვიცით, რომ რუსეთი ახლა არის დასანქცირებული, შესაბამისად ძალიან ბევრი სტატია შეგიძლიათ ნახოთ ეგრეთ წოდებულ პარალელურ იმპორტზე, როდესაც ქვეყანა ასე დიდი ქვეყანა და საკმაოდ დიდი ეკონომიკა არის სანქცირებული, სანქციები როგორც წესი ვერ ახერხებს, რომ ყველაფერი წაართოს ამ ქვეყანას. ანუ რაღაც პარალელური გზები ჩნდება, როგორც ირანში იყო მაგალითად, როგორც ახლა ხდება რუსეთში. რუსეთში ჩვეულებრივ იშოვება ის მანქანები, რომლებიც წესით იქ არ უნდა იყიდებოდეს, ოღონდ ხდება პარალელური იმპორტი, ანუ სხვა არასანქცირებული ქვეყნების გავლით. მაგალითად თურქეთის, მაგალითად ყაზახეთის და მაგალითად საქართველოსი. ცხადია, საქართველოს წილი ვერ იქნება ესე დიდი როგორც ხა თურქეთის, ხო, რომელიც გაცილებით უფრო დიდი ქვეყანა და დიდი ეკონომიკა არის, მაგრამ საქართველოს გავლით სხვადასხვა პროდუქტები, მიკრო და განსაკუთრებით მაკროეკონომიკური შედის რუსეთში და ამით შემოდის ფული საქართველოში. ოღონდ ეს ფული არის ძალიან საშიში, იმიტომ რომ ეს არის სანქციების გვერდისავლაში დახმარება, რაც არის დანაშაული, ეს არის შავი ფული, მარტივად რო ვთქვათ, და საქართველოს თავად ხდება სერიოზული სანქციები პოტენციური სანქციების რისკის ქვეშ და აქ უკვე ლაპარაკი არის რაც უფრო სერიოზულ და მასშტაბურ სანქციებზე ვიდრე რაც ხარებას დასანქცირება რომელიც რიგით ადამიანს ცხადია რომ არ აინტერესებს და ეს მის ყოფაზე მის ცხოვრებაზე ამას გავლენა არ აქვს. ამას ემატება ბიზინა ივანიშვილის სურვილისამებრ მიღებული კანონმდებლობა რომელიც საშუალებას იძლევა რომ საქართველოში შემოიტანო ძალიან დიდი ქონება გადასახადების გადახდის გარეშე და ჩვენ ხედავთ რომ ხელოვნების ნიმუშები თუ სხვა ტიპის ქონება იქნება, ეს ახლა ხდება და ეს აძლევს იმ ადამიანებს, ვინც სანქციების რისკის ქვეშ არის, მათ შორის რუს ბიზნესმენებს, რომ გაიტანონ საკუთარი კაპიტალი და საკუთარი რესურსები შედარებით უსაფრთხო გარემოში და თან ისე, რომ გადასახადები საერთოდ არ გადაიხადონ. შესაბამისად, საქართველოს ამ მხრივ ცეცხლს ეთამაშება და ეკონომიკას შენ რა გზებით ავითარებ, აქაც სერიოზული კითხვის ნიშნები უნდა დასვა, იმიტომ რომ არსებობს გზები, რომელსაც მოყვება სერიოზული რისკები, არსებობს რაღაც წესები და როცა შენ ამ წესებს უხვევ, არსებობს საკმაოდ დიდი ალბათობა, რომ საბოლოო ჯამში ეკონომიკა თავს დაგეხოს.